რატომ ვართ ასე ჩაფლულები სხვის დრამებში? თითქოს და ჩვეულებრივი დღეა, სამსახური, საჭმელი, ჭამა და ძილი, მაგრამ ამოდის რაიმე ვიდეო და მზად ხარ რისხვანარევი გავარდე და დაწერო კომენტარი. მაგრამ რატომ? ეს შეიძლება შენ ცხოვრებას არც ეხებოდეს და მარტო პოლიტიკურ თემებს ნუ მოვიყვანთ მაგალითად. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ტვინი ცდილობს გვიხსნას საკუთარი გრძნობებისაგან. როდესაც ხვის დრამას ვხედავთ, ტვინი იგივე უბნებს ააქტიურებს, როგორიც რეალური ემოციური გამოცდილების დროს. ტვინი ვერ არჩევს ეს რეალური სიტუაციაა თუ უბრალოდ ეკრანზე სურათი. ის ფიქრობს, ეს სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და გამოყოფს გამოსაყოფ ჰორმონებს. აღარ ჩამოვთვლი რა. პლუს ამას ემატება ნერვული იმპულსები, რომლებიც აქტიურდება მსგავს სიტუაციასთან გასამკლავებლად, რომელიც რაიმე ქცევის სახით დავიმახსოვრეთ როდისღაც და იწყება ემოციების კასკადი. საკუთარი ცხოვრება მოითხოვს ძალისხმევას, გადაწყვეტილებებს და გამბედაობას, ხოლო სხვისი ემოციურად დანაყრების ილუზიას ქმნის, მაგრამ პასუხისგებლობის გარეშე. რაღაც მოხდა, მაგრამ თქვენ არ დაზარალდით ასე თუ ისე, მაგრამ ისე განიცადეთ, თითქოს პირადად იყავით ჩართული კონფლიქტში. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ხვის დრამაში ჩაძირვა მოგინდებათ, გკითხეთ საკუთარ თავს. ამ მომენტში რისგან გავრბივარ?